თუ დაინტერესდით ჩემი პროექტით, ახლა მოგიყვებით პატარა ისტორიას ჩემი სოფლის შესახებ, სადაც ორგანული ფერმა ავაშენე. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი წინაპრების სისხლით გაჟღენთილ მიწაზე. ეს არის ძალიან უძველესი ციხე, მოხსენიებულია დავით აღმაშენებლის დროს. ამ ციხეს როგორც გადმოცემით არის ცნობილი, არის როგორც თავშესაფარი, საფარციხე, ასეთი ცნობებია და ფერსაც ასე დაერქვა ფარცხისი. თავშესაფარის ირთვა ჰქონდა რა. ასევე გადმოცემით ვიცით, რომ აქედან თუ გავხედავთ არის ბირთვისის ციხე, რომელიც აუღებელი ციხე იყო თემურ ლენგამდე, ასე ვთქვათ, მარტო მაგან მოახერხა აღება და რაღაცა შეტყობინების კუთხით ალბათ ამასაც დატვირთვა ჰქონდა. კომუნიკაციის საშუალებაც იყო ესეთ ადგილზე აშენებული. სამწუხაროდ ყურადღება არ ექცევა, აქ მთელი ბავშვობა აქვს გატარებული. ვიტყვი რომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა ბავშვობიდან, რომ აქ რაღაც დატვირთვა მიცემოდა ამ ადგილს რა, ძალიან მიყვარს ეს ადგილი და ძალიან ისტორიულია, ძალიან ძველია. აქ არის ერთი საიდუმლო გვირაბი, საიდანაც წყლით მარაგდებოდა ეს ციხე, აგერ ცოტა მოშორებით არის, ნახავთ იმასაც. უბრალოდ არის თაღოვანი მშენებლობა იმ გვირაბის და ამოვსებულია რა, დრომ ამოავსო რა, ქვებით და რაღაც შესვლა შეუძლებელია რა შიგნით. გვირაბი საკმაოდ გრძელი გვირაბია, ჩადის ქვემოთ არის ერთი პატარა მდინარე, ფარცხისებს ვეძახით ამ მდინარეს. სავარაუდოდ ის წყალი იყო ამ ციხის წყლით მომარაგების საშუალება. თუ გსურს მეტი ახალი ამბავი გაიგო ჩემი პროექტის შესახებ, გამოიწერეთ ჩემი გვერდით.